მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. აჭარის რეგიონის გუნდმა აპრილში თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში 18 ოქროს, 13 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდის წევრებსა და მწვრთნელ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა ერთჯერადი ფულადი პრემია გადასცა. მიულოცეთ გამარჯვება მაგიდის ჩოგბურთი სპორტსმენებს, უსურვეთ წარმატებები. ბავშვებმა ძალიან კარგად იასპარესეს, ძალიან ბევრი ოქროს და ვერცხლის მედლები ჩამოიტანეს. ჩვენ ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით გადავცემთ მათ ახალი წევის მიზნით პრემიებს. მაგიდის ჩოგბურთს იცნობენ როგორც ბათუმური თამაში. ფაქტურად 60-იანი წლებიდან უკვე ბათუმში ისე განვითარდა მაგიდის ჩოგბურთი, რომ ფაქტურად მთელი საქართველოს ნაკრებს შეადგენდა ბათუმელი ჩოგბურთელები. ეს ბიჭები უკვე იმ თაობის, ძველი თაობის გამგზავრებელები არიან. ამ სპორტით 5 წელია ვარ დაკავებული. შარშან ავიღე მეორე ადგილი, წელს ავიღე პირველი ადგილი, ასევე წყვილებში ავიღე მესამე ადგილი. და ვფიქრობ, ბევრს მივახციეთ.